ტიტანების ეპოქაში დაბადებული ტიტანი. საოცარი მასშტაბის, საოცარი გაქანების, საოცარი აზროვნების ადამიანი. უცხოელმა გამოჩენილმა კრიტიკოსებმა უწოდეს ქართველი მიქელანჯელო. მთელი ცხოვრება გაატარა ბრძოლაში, პრომეთესავე ცდილობდა, რომ ქართულ ქანდაკებაში გაეცოცხლებინა ის ჩანასახი, რომელიც არსებობდა ქართულ პლასტიკაში. ისი არევარ შეიძლება მილიონ მოქანდაკეში. ფორმის მასის ფლობა. ის ამით გამორჩეული მოქანდაკეა, იმიტომ რომ ნებისმიერ მის ქანდაკებაში ძალიან კარგად იგრძნობა ეს დამუხტული სავსე მასა. მონუმენტალურია იმდენად, რამდენადაც საოცარ მასშტაბებს იპყრობს. ძალიან კარგად ჩანს მასალის ფლობის უნარი, რამდენად კარგად ფლობს ის როგორც ბრინჯაოს, ასევე ქვას. ქანდაკების გარდა ის მუშაობს ფერწერაში და გრაფიკაში. ერთეულების ხვედრია ამ ხელა მასშტაბის შემოქმედების დატოვება. მან შეძლო გარდატეხის შეტანა ქართულ შემოქმედებაში. მერაბის ნამუშევრები ქალაქის თანაცხოვრების ელემენტები არიან. მისი პლასტიკა არის ქართული ძირებიდან მოდის. ქართული კულტურა, მისი ისტორია. პლასტიკა, ელასტიკა, ცეკვები, სიმღერები, კრიმანჭული, ეს არის მისი საფუძველთა საფუძველი. ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საჯარო სივრცეში შემოიტანა თავის თავზე აიღო ქართული იდენტობის სხვადასხვა პარამეტრების ჩვენება ვიზუალურ ენაში. რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა მისი ინიციატივა, რა თქმა უნდა, ეს კულტურის პოლიტიკის ნაწილი იყო. ორი თემა, რომელიც იყო ტაბუირებული, ისტორია და განსაკუთრებით რელიგია, სწორედაც რომ ქანდაკებაში ამ პერიოდში მერაბ ბერძენიშვილს დაუკავშირდა ელგუჯა ამაშუკლთან ერთად. სრულიად ახალი ტალღა შემოიტანეს ქართველი მოქალაქის ცნობიერებაში და ის უკვე საბჭოთა საქართველოს მოქალაქე კი აღარ არის, არამედ არის სწორედაც რომ ქართველი. მისი კომპოზიციები შინაარსობრივი, აზრობრივი მხარე არის ყველა ძალიან დატვირთული. მისი პირველი ესეთი ცნობილი ნამუშევარი, რომელიც იქმნება, ეს არის სადიპლომო ნამუშევარი შოთა რუსთაველის ქანდაკება. ამ დროს უკვე არსებობს უამრავი გამოსახულება შოთა რუსთაველისა შექმნილი სხვადასხვა თაობის ქართველი ხელოვანების მიერ. ქმნის სრულიად განსხვავებულ ემოციურ პორტრეტს, სხეულებრივად სრულყოფილი და იმავდროულად თავდაბლობის საკუთარ სურვილზე გვარის თქმის, ქვეყნის და მეფისთვის შექმნილი ნაწარმოების ნირთმევის. აი ამ მდგომარეობაში ყავს მას შოთა რუსთაველი გამოსახული. მერეც არაერთხელ დაუბრუნდება ის რუსთაველის თემას და საინტერესოა რომ უკვე შემოქმედების გვიან ეტაპზე დეკორატიულობის ფაქტორი სულ უფრო და უფრო მძლავრობს. გამოყოფდი ქეთევან დედოფლის ქანდაკებას, წმინდა ქეთევანი. ის ცდილობს სწორედ მატერიალურის უარყოფას. რამდენად არის ეს შესაძლებელი ქანდაკებაში, რომელიც თავისი არსით ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მატერიალურია, ეს მიჯნა, გამოსახო, მხატვრული ხერხი და ძალიან საინტერესოა და მისი ჩანაფიქრი, ისევე როგორც მცდელობა, არის საყურადღებო. ჩამონათვალის დონეზეც კი პირველი რაც გახსენდება ქალაქში ქანდაკებასთან მიმართებით, ალბათ დიდწილად არის მისი ნამუშევრებიც. იქნება ეს ვთქვათ მუზა, რომელიც არის ფილარმონიის წინ განთავსებული, ორგანულ ნაწილად აღიქმება დღეს უკვე ხომ მთლიანობაში ეს ხედი, ორი სხვადასხვა დონეზე განთავსებული ქუჩა, მანქანების მოძრაობა იქ არ ჩერდება, ამიტომ მუდმივი მოძრაობა, რომელიც არც გაძლევს საშუალებას ძალიან ახლოს მიხვიდე ქანდაკებასთან. ხო, ეხლა თუ მაინდა-მაინც ფილარმონიაში არ შედიხარ. ამიტომ ძირითადად მას უყურებ იმ წერტილიდან ისეთი რაკურსით, რომ მთლიანობაში ხედავ. ლეორჩეულიშვილი აღნიშნავს ფილარმონიის შენობა, რომელსაც კედელი არ აქვს და მთლიანად შემინულია, ეს არის კონსტრუქცია წრიული ფორმის, რომელიც პრაქტიკულად გიქრება, იმიტომ რომ დღისით ის არ ჩანს განათების გამო და ღამე პირიქით შიგნიდან არის განათებული, ან გარედან არის მინათებული. მუზა ასევე ნახევარწრეებზე ორიენტირებული, ხო, იმიტომ რომ მისი ხელების მოძრაობა, ვთქვათ, ეს ნიღბები ნახევარწრეებზე ორიენტირებული სრულად. აი ეს ყველაფერი ჯამში კრავს მხატვრულ სახეს, არა მარტო ქანდაკებისას, არამედ აი მიკროსივრცეს. ფიგურები, რომელიც ქალაქში არის განთავსებული, განსხვავებულ გარემოში არიან დღეს, იმასთან შედარებით, როდესაც ისინი დაიდგა. ეს ცვლილება ისახება ქანდაკებასაც. დავით აღმაშენებლის ფიგურა, რომ რამდენჯერმე შეიცვლის ადგილმდებარეობას.
იგივე გურამიშვილის ქანდაკება, რომლის მიმდებარე ტერიტორიაც ახლა იცვლება, სწორხაზოვანი, მოღუნული ხელი, კლავი, რომელსაც უჭირავს დავითიანი, სწორი ბრტყელი ოდნავ გვერდზე გაწეული ფეხი. ეს სიბრტყობრიობა მიმანიშნებელი იგივე შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის და პოზა დგომის თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის თქვათ ქტიტორების პოზის მხატვრული ინტერპრეტაციის ერთ-ერთი ვერსია, რომელსაც ის იყენებს. ამ ტიპის ქანდაკება საჭიროებს უკან საყრდენს ნაგებობის სახით. ქონდა ფანტასტიკური ხაზი, ძალიან ქართული სააზროვნო მოდელებით ფორმირებული. რატომ დაიკარგა მის შემოქმედებაში ეს ხაზი? შეიძლება ვარაუდების დონეზე. ჩაერია რეჟიმი, არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ ერთია გაძლევენ უფლებაში დადგა ქართველი მეფეების გამოსახულებები, მაგრამ მეორეა აი ეს სიღრმისეულად ქართული, სადაც უკვე ფორმა და შინაარსი აბსოლუტურად თანხვედრაშია. ძალიან მნიშვნელოვანი არის დიდგორის მემორიალი, რომელიც არ გულისხმობს ერთ ქანდაკებას და აი ესეთი ღია გაშლილი სივრცის ფლობა, სადაც უკვე განზოგადების ხარისხი არის ძალიან მაღალი, სადაც შემოდის ფორმა, რომელიც არქიტექტურისკენ არის მიდრეკილი გარკვეულწილად, ასევე ცალკეული დამოუკიდებელი ქანდაკებები, აი ეს სინთეზი ჯამში, რაც ორიენტირებულია იმაზე, რომ აი ამხელა სივრცე ერთიანად იქნეს მხატვრულად ინტერპრეტირებული, ფორმა მოახერხოს აი ამ სივრცის ორგანიზება, ეს რთული ამოცანა ძალიან კარგად აქვს გადაწყვეტილი სწორედ აი ამ დიდგორისთვის შექმნილ მემორიალში. მერაბ ბერძენიშვილი დაიბადა თბილისში 1929 წლის 10 ივნისს. გაიზარდა თბილისში. მისი ეს ვერელობა, მისი ეს ქალაქელობა, თბილისელობა ძალიან დიდ გავლენას ახდენდა იმ კვალზე, რომელიც მან წარუშლილად დატოვა ქართულ კულტურაში. თუმცა ძალიან მჭიდრო კავშირი ჰქონდა გურიასთანაც და ქართლთანაც. ომის დროს ძალიან პატარა იყო ისიც და მისი ძმაც ელგუჯა ბერძენიშვილი, მშობლებმა ისინი გაუშვეს გურიაში. რომელიც მისთვის არა მარტო ძმა იყო, არამედ იყო უფროსი მენტორი. ელგუჯა ხატავდა, ის ფერმწერი იყო, ფერწერას აკეთებდნენ ერთად, ეს პატარა ძმა იყო, უყურებდა თავის უფროს ძმას. თვითონ თავის მოგონებებში წერს, რომ სწორედ გურიაში პირველად სამჭედლოში ნახა რა ემართება ლითონს. და სკოლაში სიარულის ნაცვლად სამჭედლოში ვიჯექი მთელი დღეებიო და ვაკვირდებოდიო აი ეს ცეცხლი როგორც სვლიდაო ამ მასალას. ის ნიუანსი, რომ მე მთელი შემოქმედება ბრინჯაოზე მუშაობს, არ უნდა იყოს შემთხვევითი. ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს ალბათ იმასაც, რომ საბჭოთა რეჟიმისთვის, ისევე როგორც ტოტალიტარული რეჟიმების უმეტესობისთვის, პრიორიტეტული არის სწორედ ბრინჯაოში დამზადებული მონუმენტური ქანდაკებები. ეს არის ძალიან მძიმე ტოტალიტარული რეჟიმის წნეხი, 50-იანელთა თაობას წევ მუშაობა საბჭოთა რეჟიმის პირობებში. ზოგადად საბჭოთა კულტურა ესეთი ესთეტიკურ ფენომენად აქციეს უზარმაზარი დიდი ზომის ქანდაკებები, იმიტომ რომ უნდა მიეცა მოქალაქისთვის იმის შეგრძნება, რომ მოქალაქე ამ სისტემაში არავინ არ არის. აუცილებლად უნდა ყოფილიყო შემაძრწუნებელი და შემზარავი თავისი ზომებით და ამის გამო ხშირად მონუმენტალიზმი აღარ ყოფნიდათ, მათ და უბრალოდ უზარმაზარ ზომებში გადავიდნენ. პრაქტიკულად პლინტუსებზე დგას ქანდაკებები, მაგალითად მედია შავი ზღვის პირას დგას და პედესტალი პრაქტიკულად არ არის. იმიტომ რომ ესეთი მოულოდნელად ამოვარდნილი საოცარი ძალა ჰქონდა. გარემოსთან ქანდაკების მიმართება იმ მკვეთრ განსხვავებაზე არის აწყობილი, რაც შემოაქვს ბრინჯაოს დიდ მასას წყალთან და იმ სანაპიროსთან მიმართებით, რომელიც იქ არის. დისონანსი გამომსახველობითობაში გადადის და სამეთყველო ხერხად არის ქცეული. როგორც ყოველთვის, დიდ შემოქმედს ყავს ძალიან დიდი მეუღლე. ზოგი ამბობს, რომ უფრო დიდი ვიდრე თვითონ ეს შემოქმედია, მაგრამ კირას როლი საოცარია, რა თქმა უნდა. ხოდა ეტყობა კიდევაც მის შემოქმედებას. ძალიან ბევრი პორტრეტი აქვს კირასი გაკეთებული. ყველა ქალის სახე, რომელიც მან შექმნა, ასე თუ ისე კირას გავს. მისთვის იყო ხატოვანი იდეალი. იყო ნიკოლოზ კანდელაკის შემოქმედებითი ჯგუფი, სადაც ის სწავლობდა აკადემიაში. მონუმენტალიზმის ხაზი, ისევე როგორც ფორმის, ფლობის განსაკუთრებული მახასიათებლები, მერაბ ბერძენიშვილთან დიდწილად არის განპირობებული, იმით რომ ნიკოლოზ კანდელაკის სკოლის გამგრძელებელი არის თავად. არ იგრძნობა პედაგოგი და იგრძნობა პირიქით ახალი ოსტატი, რომელმაც გაითავისა პრინციპები და ახალი შექმნა. ბერძენიშვილი ბევრად ექსპრესიულია. ასევე
უნდა აღინიშნოს მიქატაძე, როგორც მისი მასწავლებელი. ელენე ახვლედიანზე ამბობდა ხშირად მერაბი, რომ ელენე მას ეხმარებოდა, მოძღვრავდა, აპოლონ ქუთათელაძე. ესეთი ადამიანები რო არ ყოფილიყვნენ მის გარშემო, შეიძლება აბსოლუტურად სხვა გზით წასულიყო. არა მარტო ქანდაკებას გვასწავლიდა, ის გვასწავლიდა ზოგადად ცხოვრებას. მას არ ქონდა რაღაც ესეთი პედაგოგიური პროგრამა, რომელსაც მიყვებოდა განათლების სისტემურობასთან არანაირი კავშირი არ ქონდა, იყო ძალიან სპონტანური და ძირითადი მის პედაგოგიკაში იყო ის საოცარი ენერგია, რომელსაც ის ღრიდა, აი როდესაც ეხებოდა ნამუშევარს. ქონდა იუმორის განსაკუთრებული ცნობა, მეგობრობის ხელშემწყობი ყველგან და ასე შემდეგ. მერაბს ევროპის არაერთ ქალაქში აქვს შექმნილი ნაწარმოებები, აფასებდნენ მას ცხოვრებაში და აფასებდნენ, რომ არა ის ტყივილი, რაც მას იაყენეს, უწყინვალეს ნამუშევარი, გამარჯვების მემორიალი ქუთაისში, რომ ააფეთქეს დედაშვილი მოისვერპლა ამ ამბავმა. ეს მოხდა 2010 წელს. საბაბი საკმაოდ უსუსური, რომ ამ ადგილას უნდა გაეშენებიათ პარლამენტის შენობა. თბილისიდან პარლამენტი უნდა გადმოეტანათ ქუთაისში. დაუშვათ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ სრულებით არ იყო აუცილებელი უნიკალური მემორიალის მონუმენტის აფეთქება. უნიკალური ძეგლი, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებდა ტელევიზიით, გამოხმაურებები იყო არნახული. მიქას მთელი მსოფლიო ამოუდგა. გადარჩა მხოლოდ გამარჯვების სიმბოლოა, აწვილი. ძალიან სწრაფად მუშაობდა. ღამე მუშაობდა. ღამე ფიქრობდა. ზოდო აბაშიძის პორტრეტი რო გააკეთა, აი რაღაც ქარიშხალივით. ბიუსტები შექმნილი მხოლოდ პორტრეტული მსგავსებით არ ითვლება მაღალი რანგის მხატვრულ ნაწარმოებად. მერაბ ბერძენიშვილი და ნოდარ დუმბაძე მეგობრობდნენ და როდესაც მის პორტრეტს ქმნის პირად დამოკიდებულებას და ჯამურ განწყობას ნოდარ დუმბაძის შემოქმედებიდან გამომდინარე. ფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო არის მებებია ილიკო და ილარიონის ქანდაკება მზიურში, აქ გარკვეულწილად საპარკო ქანდაკების თემაც შემოდის. ეგეც ცალკე ნიჭია, რომ ნამუშევრებს მოვლაჭირდება. მერაბმა მოუარა. მან ააკეთა სახლი მუზეუმი, ეზო მუზეუმი, სადაც გამოფენილია ყველაფერი. და ეხლა უკვე პრაქტიკულად ეს არ არის მარტო მუზეუმი, ეს არის მკვლევართობის მთელი არქივი, რომელიც ხელმისაწვდომია. და ქალაქს შეძინა კულტურის უწყინვალესი კერა. მუზა, რომ არის მისი სახელობის ფონდი. მისი შემოქმედება ძალიან მრავალფეროვანია. თითქმის ყველა დარგში აქვს ნაცადი ძალა და ქანდაკება უბრალოდ აღმოჩნდა ის ასპარეზი, რომელზეც მისმა ნიჭმა გაიხარა. ცალკე საკითხია მისი ფერწერა, მისი გრაფიკა, მისი ესკიზები, ჩანაწერები სხვათაშორის, ინტელექტთან ერთად გორება, მახვილობა და იუმორია. გრაფიკულ ნამუშევრებში ძალიან სახასიათო პერსონაჟებს ქმნის, დასამახსოვრებელი არის მის დაზგურ გრაფიკაში გურიის ხედები. იმის მიუხედავად, როდის ხატავდა, ყოველთვის ერთნაირია და ინტერვალი ნამუშევრებს შორის არის 10 წლეული. ეს არის ტუშით შესრულებული ნამუშევრები და ყოველთვის ხასიათი განწყობა, მისი დამოკიდებულება გურიის პეიზაჟის მიმართ არის ერთნაირი. როგორც ჩანს, აი ეს განცდა, როგორ აღიქვამ შენ მშობლიურ მხარეს და მე ამ მშობლიურ მხარეში შეგიძლია ქვეყნიდან დაწყებული კონკრეტული სოფლით დამთავრებული ყველაფერი ჩადო და განაზოგადო. ეს არის ის მუდმივა, რომელიც მის შემოქმედებას სულთანს დევს და ამ გურიის პეიზაჟებში ეს ყველაზე კარგად ჩანს. ასევე ძალიან საინტერესო არის წიგნის ილუსტრაცია, განსაკუთრებით საბავშვო წიგნების ილუსტრაცია, ანიმაციისთვის შექმნილი ესკიზებიც. ყველა მისი ნამუშევარი არის გაჟღენთილი ემოციით და ექსპრესიით. არა მარტო ვიზუალურ ეფექტს ახდენს, არამედ აი რაღაც განცდისეული ეფექტია ძალიან დიდი, რომელსაც ის თვითონ განიცდიდა. თავის მოქმედებაში და პლასტიკაში ძალიან თავის ქანდაკებაში პლასტიკური იყო თვითონაც. რა თქმა უნდა, უმაღლესი რანგის მოქანდაკე, იმიტომ რომ ასეთი ექსპრესიულობა, მოცულობების ასეთი მართვა და მაინც ერთიან ორგანიზმად დატოვება ქანდაკების და არ დაკარგვა ქანდაკების სტრუქტურის, რა თქმა უნდა, ეს ოსტატობაზე მეტყველებს. შეიძლება სათობით საუბარი. ბატონი მერაბ ბერძენიშვილი მოვლენა ქართულ კულტურაში, ის ასეთად დარჩება.